ოზურგეთში ევროპელმა მოხალისეებმა ადგილობრივებთან ერთად ევროპის დღეს სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით 9 მაისს ევროპელები ევროპის დღეს აღნიშნავენ და ცდილობენ ოზურგეთის სინამდვილეში ევროპულ განწყობას ქართული ემოციების შეუსაბამონ. კინოთეატრ ოზურგეთიდან დაწყებულმა მხიარულმა ტალღამ მალე მთელი ქალაქი მოიცვა. ევროპელი მოხალისეები შეკრებულთათვის დადებითი განწყობის შექმნას სხვადასხვა ხერხით ეცადნენ. ჭადრების ბაღში ჟღერდა ევროპული მუსიკა. სურვილები ევროპულ ტკბილეულს აგემოვნებდნენ. თუ ერთი სახეს და ხელებს საინტერესო ფიგურებით იხატავდნენ, სხვები სახალისო შეჯიბრში იღებდნენ მონაწილეობას. საგანგებოდ ამ დღისთვის მოეწყო გამოფენაც თემაზე დისკრიმინაცია, რომელზეც პატარა მხატვრებმა საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს. სანებულ დღესასწაულს საფუძველი 1950 წლის 9 მაისს ჩაეყარა. მას შემდეგ ეს დღე აღიქმება როგორც პირველი ნაბიჯი ევროპული ქვეყნების გაერთიანებისა. ჩვენ დღეს ევროპის დღეს აღნიშნავთ. ვეცადეთ ყველაფერი გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ დღევანდელი განწყობა ამაღლებული ყოფილიყო. ჩვენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან ვართ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან ყოველთვის აღინიშნება ეს დღე, გადავწყვეტეთ დღესასწაული ქართველებისთვისაც გაგვეზიარებინა. ჩემი სახელი ანიაა. ეს დღე მანიშნებელია იმისა, რომ ჩვენ ყველანი ერთი მთელის ნაწილი ვართ. მართალია სხვადასხვა ქვეყნებს წარმოვადგენთ, მაგრამ დღეს ყველანი ევროპულ კავშირში შევდივართ. სასიამოვნოა, რომ ასეთი რაღაცები იმართება ოზურგეთში და იმედია ყოველ წელს გაიმართება. ძალიან მსიამოვნებს, რომ უცხოელებიც არიან, კარგი დღესასწაულია, იმართება გამოფენები, ბევრი შეჯიბრებები, პარადიც იყო და ძალიან კარგია რა, მოკლედ ყველა წელს გაიმართება იმედია. ევროპელი ახალგაზრდები, ქართველი ახალგაზრდები გაერთიანენ ამ იდეის ირგვლივ, სანამ მოხდება ჩვენი სრული ევროინტეგრაცია, რომ ეს სხვადასხვა ქვეყნის ევროპული წარმომადგენლები იცნობდნენ ქართველებს და იმათი კულტურა შემოიტანონ ჩვენი კულტურა ვაჩვენოთ და ფაქტიურად ამ დღისთვის როცა მოხდება ღმერთის გაერთიანება მზად ვიყოთ.